Topurია ცოცხალი ლეგენდა. ილია ძალიან მომწონს. ის კარგი ბიჭია. თუ ოქტაგონში შევიდა და ჯასტინ გეიჯი დაანოკაუტა, ზედიზედ 4 ნოკაუტი ექნება დიდების დარბაზის წევრი მებრძოლების წინააღმდეგ და ძალიან ძნელი იქნება ვინმემ ოდესმე იგივე გაიმეოროს. მეტოქის დანოკაუტება მარტივი ნამდვილად არ არის. ამის ზედიზედ 4-ჯერ გაკეთება თან ასეთ მებრძოლებთან სრული სიგიჟია. ყოველთვის როდესაც ასეთი ადამიანების გვერდით ვარ, ვცდილობ მათ მიმართ პატივისცემა გამოვხატო. ილიას აურა, ილიას უნარები, მისი თავდაჯერებულობა, ღმერთო ჩემო, ეს ბრძოლა შეიძლება იყოს, არ ვიცი. გეიჯი მომწონს, მაგრამ არ ვიცი. ვფიქრობ, ილიას შეუძლია მისი ნოკაუტით დამარცხება, მაგრამ არ მინდა ამის თქმა. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ შეიძლება ეს მოხდეს. გეიჯისთვის კარგია რომ ამერიკაში ვჩხუბობთ, მაგრამ ისე ბრძვის ესპანელ, ქართველ, რუს ტიპს. ბოლომდე არც ვიცი ვინ არის. თითქოს ყველაფერია ერთად. ის 7 ენაზე ლაპარაკობს. არ ვიცი, შეიძლება ეს მე მოვიგონე, თუმცა ფაქტია ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია. შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ივენთი 15 ივნის გაიმართება. თავარ ბრძოლაში კი ილია თოფურია სუბუქი წონის კამარს ჯასტინ გეიჯისთან დაიცავს. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.